my friend, როგორ ახარ? გამარჯობა დელია. რეპის ცეკვა დასიმერა არ გეგონოთ ძნელი. ეს იყო 93 წელს მე შონზომ გავაკეთეთ ესეთი რეპი. ტექნო რეპი ერქვა და გასართო გადაცემა პარადოისში გავაშერეთ. საკაი დრო იყო. თქვენ რამდენი გისაგებთ 93-ში არც ერთის. მინუს რამდენის? მინუს არა +2. +2 კი ბატონო. მაგრამ ამაზე არ არის ხა ლაპარაკი არის ჩერქოზე, რომელიც ჩემი თაობის წარმომადგენელია და ჩავიდა ქუთაისში. ზოგადად რატო ლაპარაკობ ჩემი აზრით, მე რადგან ფედერაციების ლაპარაკი. როგორ შეიძლება თემა რაზეც დაიწყე ჰიპ-ჰოპი და West Side-ის წარმომადგენელი. მათ გაკეთებაში. მე მგონი რომ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელსაც აქვს სიგნების დაკითხული. რა შეიძლება დაემართოს ასეთ გაერთიანებას პარტიას, რომელსაც იყო ესეთი სრულწმენა, რომ ბევრი წიგნის კითხვისგან შეიძლება გაშტერდე რა. მაშინ საინტერესო სრულწმენა. მოდი ხა ისინი ჩავიდნენ იმაში, ქუთაისში და ნახოთ რა შალიჩობენ ქუთაისში. გაუშვით ქუთაისში ჩამოვედით ქუთაისლებისთვის ალიანსის გასაცნობად ვარიგებდით ჩვენი გამარჯვების გზამკვლევს ვესაუბრეთ ხალხს განწყობა არის ერთი მხრივ გაღიზიანებული იმით რომ საშველი არ დაგვადგა მაგრამ მეორე მხრივ იმედს თუ აძლევ ძალიან მოყვებიან და ძალიან კეთილგანწყობილები არიან დღეს 6 საათზე გვექნება ეს არის ძალიან სერიოზული აჩვენეთ ეს არის შეხვედრა ქუთაისლებთან თვალიქნებით ბათუმში ზეგვიქნებით ფოთში მაგრამ ზოგადად ფედერალისტები მთელი ზაფხულის განმავლობაში ხო აი ეს არის ანალიზი მეგობრებო მასტურბაცია არის როდესაც შენ აი რაღაცა გოგოზე ზენანი ლაპარაკი გოგოზე ხო ნუ კოლექტიური გოგოს მასტურბირება კი არ არის ეს არის კოლექტიური რაღაც გარკვეული კოლექტიური ონანიზმი ესე იგი გიგასად იყო გიგა არ წავიდა ანუ ლიდერი ვერ ჩავიდა ქუთაისში რომ ხალხს შეხვედროდა ბიჭო ისე საჩორის თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენჯერაც დააორგანიზა თავისი საარჩევნო კამპანია იმდენჯერ მართლა ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ გვინდა რომ გამოვარჩიოს სიშლეგით რამე სიგიჟით და სიდებილით აი სამარცხვინო კამპანიები რასაც თქვა იყო ეგ მე მგონი გასართობი ცენტრების ბიზნეს რომ მიაწვეს ბევრად წარმატებული იქნა მასთან ბავშვი რა ქალმა რომელმაც მიწერა ვიღაცას რომ იმაში ბორდელში დაიყვანე შენი შვილებიო ეგ ზაპრეტია კაცო მაგის გამო ვაფშე არც უნდა ჰარამხანაში დაიყვანეო ჩვენ რო გავიხსენოთ 20-20-ის წინასაარჩევნო კამპანია Mickey Mouse, ჩოფეხები, Gangnam Style, ფოთი Gangnam Style. ის იყო რა, ანიმატორების მაგარი პროგრამა ქონდა ჩატანილი. სერიოზული სიტყვა იყო ახალი. კარგი. ეგ იყო გიორგი კალატოზიშვილის ძმა, ესაუბრება თეა ადეიშვილს, ძალიან საინტერესოა. გავუშვით ძმა. ამაზე გიპასუხებ ცოტათი შემოვლითი გზით, ხო? მაგალითად თქვენ ხელმძღვანელობთ კონკრეტული სტანდარტები და ეს სტანდარტები არის საერთაშორისო მედია სტანდარტები, ხო? რომელიც აქვს BBC, CNN შეიძლება ქონდეს. არა მხოლოდ სტანდარტი, CBC-ის ხმითაც. კი, მაგრამ CBC-ის გარდა უბრალოდ ჩვენ რა ტექნიკური ის რა ავიღოთ, ხო? კონკრეტული სახელმძღვანელო, თქვენ ხელმძღვანელობთ პროფესიული ეთიკით და მათ შორის იმ სტანდარტებით, რომელთაც უნდა გაშუქდეს სიახლე, ხო? მაგათ ორი მხარე. აკაზე გავაჩეროთ. აკაზე ჭვიანი არ არის ეს, გაცილებით უფრო ჭვიანია ვიდრე ეს კაცი. სასახად, იმიტომ ტევე პირველი აქვს რაღაც ტევე პირველს აქვს რაღაცა სტანდარტები. სინდისის ხმაც რა თქმა უნდა. პირველს არის ხალხი როგორ ეძახის ქუჩაში. როგორ? სინდისის ხმა. რას უყურებს სინდისის ხმას? სინდისის ხმას. აბა. ესეც მეგობრებო, აი, ნელა ყველაფერი მართლა კოლექტიურ ონანიზმსაც გავსება, თვითონ თავიანთ თავს აქებენ და ეფერებიან ერთმანეთს, შეიძლება იყოს ასეთი ბოდიში ზედმეტი ეროტიკული შედარებისთვის, მაგრამ რაღაცნაირად გაზაფხული უკვე შეიმჩნევა რა ერთმანეთს ეფერებიან. ბოტკოველი არ გვინდა, წითლიძე გავიდა, წითლიძე განსაკუთრებით დაწინაურდა აი ამ სიგიჟეში. საერთოდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმისი, როგორ ამოიყვანოს ეკონომიკური კრიზისიდან ეს ქვეყანა, როგორ დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეებს რწმენა ეკონომიკური განვითარების, როგორ დაუბრუნოს უკეთესი მომავლის იმედი, ეს ერთხელ შეძლო 9 წლის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ და შეუძლია ეხლაც ხო, ანუ ვიდეს რა შეიძლება. კარგი, ეს საკმარისად ვერ გვაჯანჯღარებს და გიგი უგულავა გავუშვით, რა დაწერა გიგი უგულავა. როგორც იცით ეს დღეს დაიდო, შეგნიდა კაცო. როგორც იცით უბედურ დღეზე გაჩერდა. სამი კანდიდატურა გაირკვა, რომელიც
რომლიდანაც აირჩევენ პატრიარქს და გაირკვა მეუფიშოს უდიდესი უპირატესობით და ჩემთვის გასაგებია, მაგრამ უგულავას, რომელიც არის ბოღმის ბუკეტი და არა ადამიანი, ბედურ დღეზე გაჩენილი. ხო. ტოპკოკი. და რომელსაც მათ შორის თეოლოგიური წარსული აქვს გარკვეულ წილად. კუკოლდი, ანუ ნიბატონო კუკოლდიც არის. თეოლოგიური წარსული არის მაგისი, მაგრამ კუკოლდი კი არის, ხო. მოკლედ აი ესეთი ხო თუ ვინმე მოხდა ეგზარქოში რას გულისხმობს, რუსეთის მიერ დანიშნულ, კი ბატონო, ესე იგი რუსეთის ხელდასმული ვასალი. ეგზარქოსები იყვნენ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოში დასმული ეკლესიის წინამძღოლები. კი ბატონო, ირაკლი ფავლენიშვილი. ეს მიხეილ სააკაშვილმა ძალიან სწორად და კარგად ახსნა თავის სასამართლო პროცესზე, ხო? როდესაც ის საუბრობდა ძალიან მარტივ ჭეშმარიტებაზე. გიული მართლა ეს ბიჭი. წარსულის პოლიტიკოსი. ეგონ თავისი ბიჭაკია, ოჩე. გიულის ბიჭაკია. არა, მოდი გავაჩეროთ და გიულიზე და ამ ახალგაზრდა მამაკაცებზე ვილაპარაკოთ დადებით კონტექსტში. გიულის თქვენ სულტყურად ერჩით, адам ქალი ცხოვრობს თავისი სიცოცხლის მეორე ნახევარს. ცხოვრები. არა, მეორე ნახევარს ცხოვრობს. ეგ არ არის ჩვენი საქმე. მეორე ნახევარს ცხოვრობს და ტყუება ცხოვრებით და მოდი რა ისეთი ნიცშეანური ეთიკით ცხოვრობს, რა ხო ის ვეზუვის მაღლობზე უნდა გააშენოთო ქალაქებიო რა. სუშიში რო იყოს. ისეთი იმითი უნდა ტურბულენტობით და ემოციით უნდა იცხოვროთ. ზე ადამიანია პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ზე ადამიანი. ზარატუსტრა, ქალი. ზარატუსტრა მიშა, შვა ზარატუსტრა, ძმაო. უბერმენში. ხოლოდ ესეთი ქალი, ესეთი გარკვეული ხო, ნუ ეგეთ ქალი იზავდა იმას შვევდა ესე ზარატუსტრით ნიმფომანიაკური ადამიანი ენერგიებს გადასცემდა. სხვა შორს აგერ ვახსენეთ და ბარემ გავუშვათ. გასაბერი კაცის პოსტი რო დადო. სად არის? სააკ. იან. ვახუშტიანის ვიდეო, ხო? გავუშვით თუ შენ. მიშადებს ამასთან ბედნიერად. როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და როგორ იმუშავა მან წლების განმავლობაში. მთავარი რამ ხომ უნდა გადაიფაროს, ან ყველაზე მთავარი რა იყო აგვისტოს დღეებში, როდესაც სახელმწიფო ვერ დაამხო რუსეთმა. ეს იყო ყველას მთავარი. როდესაც ამ სახელმწიფოს ლიდერი, პრეზიდენტი არ წავიდა ქვეყნიდან. ეს არის ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც და არა მხოლოდ უახლეს. იმიტომ ჩვენ გვაქვს სხვა მაგალითებიც ასე მსოფლიო ისტორიიდან, როდესაც ლიდერი მიდის სახელმწიფო ემხობა და ყველაზე მთავარი რაც მოხდა, ის არ წავიდა, ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია გავუცენოთ ზელენსკის შემთხვევაში, ხო? ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფო უნდა გადარჩეს, როდესაც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, ლიდერი არ მიდის ქვეყნიდან მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ბომბები წვივა და აი ამ თემის ჩანაცვლება მოინდომა რუსულმა პროპაგანდამ, აი გორში, როდესაც თვითფრინავი მოფრინავდა და რეალური საფრთხე იყო, ხო? და მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაცვის სამსახურს, ეს არის მე მგონი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დაცვის სამსახურს არ აინტერესებს პრეზიდენტის აზრი. მას აინტერესებს დეტალურად ახსნა სწორედ გენერალმა ჯანაშიევ დღეს გადაცემაში, თუმცა კარგი იყო რომ კი და მე მინდა რომ პოლიტიკური საკითხი მთავარი არ გამოვჩეს ამ ამბავში. მთავარი იყო ის რომ არ წავიდა პრეზიდენტი და ის იყო ბოლომდე სხვა შორის კონფლიქტის ზონაში ჩავიდა იქ საომარ მოქმედებებში. ასე რომ მთავარი საკითხი არასდროს არ უნდა ჩავანაცვლებინოთ თან პროპაგანდისტულად, თან მანიპულაციურად. ეს იყო Deep Throat-ი. მე Deep Throat აქვს ნანახი ფილმი. ლინდა ლავლეისის გავარია შეგლოტკა? კი, ლინდა ლავლეისის წინვალი შესრულება, მაგრამ სხვათა შორის ვახოსანაია ლინდა ლავლეისზე ღრმად შეძლო Deep Throat-ის გაკეთება. გავარია შეგლოტკა იყო. ამის გამო ბრავო. ეს თითო მართლა მიშა სწორად თქვა. რა ხაბორზე წავიდა ლაპარაკი, გავარია შეგლოტკა იყო ერთ-ერთი პირველი პორნოფილმი 70-იანების დასაწყისში, რომელმაც გადალახა რაღაც გარკვეული ბარიერი მიუღებელი ამაზენი კინოების და რაღაცა ამ კატეგორიაში რაღაც წინ წავიძიათ. წინ წაიწია და შენ მართალი ხარ რა. ეს იყო
ჟორნეტი არა, მინეტი იყო სერიოზული ბოდიში ამ სიტყვაზე. ღრმა. ღრმა, რომ აი მიშას და გამოეხმაურა ყვაყოფილი. თან მაგარი რა არის რა რო. მაიცად მიშა ესე გარდაცვა და ვიდეო ხო კაია და და ანუ რა გამოვიდა რომ იქ პროსტა რა მათსად ვეცვიტყვი რა არა აუ მე მინდოდა მართლა ανალიზის გაკეთება და არა ეხლა შეუძლებელი ხო და არ მე გადავალ ანალიზებს აუ მე აი არ მინდა ამის ანალიზი კაი ჩვეულებრივ შეუძრა და გაუკეთა ყველაფერი ტიპმა ვაფშე დაარღვია ყველაფერი ვაფშე სხვა ტიბეგინგიც იყო რამდენს იღებს ტიბეგინგიც ეტყობა წინასწარ იმიტომ ამბობს რომ მეტი აიღოს მე ზვირიანიას კორტია მე მგონი ო ღიად საჯარო არ სუეჯი გასაბერი კაცის სახელს ამართლებს ბოლომდე მე ვიტყვი რა ხო ის რა ქვია თავარი თემა არის რომ რას ადარებს ბიჭო ადარებს ტრამპს ტრამპს ადარებს ანუ ტრამპის პირველი თამაში ჩვენ რო გვახსოვს როდესაც ყურთან გააკაწრა ტყვია ანუ კაც თავში ესროლეს და აცდა მაგრამ მაინც მოხვდა კი ბატონო და მისი რეაქცია ბიჭო რო შემოგვიდეს ეს დაცვა რო შემოგვიდეს იყო რომ წამოდგა ჯერ ეს ერთი არავის იქარიმას ქნა რომ ხოხვით გაეყვანა წამოდგა მუშტი აწია და ხალხს დაუწყო ყვირილი იბრძოლეთო და ჩვენ უყურეთ 2008 წელს უბრალოდ თვითფრინავის ხმაზე მუევეის ვინ იძახდა მანამდე უბრალოდ ეგ უბრალოდ თვითფრინავის ხმაზე ჩაკაკილაძე დამარცხული პრეზიდენტი რომელმაც როგორც თვითონ შემდეგ ეს უტიფრად ნოდარ მელაძეზე ამბობდა რომ ჩასვრილიო და ფილდ კომანდერიო და ამის საპირწონედ ჩვენ გვახსოვს შევარდნაძის კადრები ხო შევარდნაძე ვაშკაცურად იდგა შეუულებრივად რა მაგას ვერ დავკარგავ ბიჭო ის ლაპარაკობს ნანა დევდარიანი ხსენებს აი დისციპლინის მაგალითი რომ ხა მე არ ვარ ეს რა ქვია შევარდნაძის მაკებარი და მადებელი, მაგრამ აი დისციპლინის მაგალითი ერთღელო წყალი არის ხო და ბორჯომით გაიპარსა წვერიო და იქ სოხუმში ძმაო და იქ ხო სოხუმში გაიპარსა კი და ის ხო გახსოვს მართლა დგას და იმენა ბომბები და ისე ეგრე შეხედე შენ ოდესას ლიდერი ხარ ვაფშე სხვა რამ მოგეთხოვება და სხვა პასუხისმგებლობა კიდე ერთი პოინტი რომელსაც ჩავამატებდი შენ კარგ ანალიზს ვერაფერს ვერ დავამატებ მეც დაახლოებით მაგის გაშლა მინდოდა არის რომ რუსეთს უნდა აქ რეჟიმ ჩეინჯი თურმე და არა ერთ წამი იცი რა მაინტერესებს რეჟიმ ჩეინჯი 5 დღიანი ომით როცა არაფერი არ უცდია თბილისში ოპოზიციას მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული ხელისუფლების კრიტიკაზე შიგნით არეულობა არ მომხდარა არაფერი აი რითი რეჟიმ ჩეინჯი უნდა და ირანში ვთქვათ ამერიკას რეჟიმ ჩეინჯი უნდა და რუსეთს უკრაინაში მაგრამ აი ნახო რა იყო გაუგონარი და საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში. აგერ ზელენსკი რამდენი ხანია მმართველობაშია? რა იყო რომ 5 დღე არ გაიქცა. კი, ლიდერშიპი ბოლოს ლიდერშიპი გაიქცა. კი, წითელ ხილთან იდგნენ და ნაციონალური მოძრაობა ერთსამ ნაციონალური მოძრაობა რამდენი ყოველ გადაცემაში უნდა ვახსენოთ. ესენი არიან გამაუპატიურებელი ხალხის ყველა იმის დედავატირე მე მართლა გამაუპატიურებლები ციხის მწამებლები იმ რეკეტზე და იმებზე და ომის დამნაშავეები და ჩაჯმულები რომლებიც გაიქცნენ ვინ ბიჭო აი შეგიხზე გაუშვი ბიჭოს დახედა ვაშკაცია გაუშვი Mr. President, is this the end of the war? Is this the end of the war, you think? Well, I really would hope so. In your best knowledge, how many Georgians have died? I don't know, but... რა ვაშკაცურად გამოიყურება? თვითონ გაიქცა. და სად გარბის? დაცვას ასწრებს ბიჭო, დაცვა უკან მისდევს. დაცვა, ანუ აქ დაცვა დაიჭირა, მოდი აქაც არ ხარო. და სად გარბის? სადაც გარბის, განგარის მიუწევდა. პანიკის საფუძველზე გარბის. ჩაჯმული პრეზიდენტი? თუ რავი, ამას თუ რამეს ადარებთ და აი, ხო, აგერ ბაჩო მილაპარაკა კარგად. რა ვერ გავიგე, თვითნავის ხმა თუ ისმოდა, ავტომატები ის მიუშვიდეს. აი,
მაგრამ просто შეიძლება მე დილეტანტი ვარ. მაგრამ თან ბიჭო, ანუ არანაირ საჭიროება ეხლა რაღაცა ეს იყოს რაღაცა ეხლა წამოჭროს საკითხი რაღაცა ამ ტიპმა პროსტა გადაწყვიტა რომ მოიცავ ეხლა ჩოქბჯენი მაქვს გასაკეთებელიო და დიპსროუთიო და გააკეთა რა, მაგრამ თან ნიშნულოვან გამამპრავებელი მანდ რას ამბობს რომ ქვეყნიდან არ გაქცეულაო. ანუ ომი მიდის 5 დღის მანძილზე და პრეზიდენტი რო გარბის ქვეყნიდან ისე რომ დედაქალაქთან ანუ არაფერი არ ხდება. და მაგ დროს რო გარბის. მადლობა რომ არ გაიქცა თურმე თბილისიდან არ გაიქცა ზმაოს ქვეყანაში არ მოხდა. მაგარი ინტელექტუალების საუბარი. აკუბარდია და დავით ზურაბიშვილი გაუშვათ. იდეაში ხალხს არ უნდა უკვე ეს ხელისუფლება როცა არ უნდა ხალხს აღარ უნდა მაგრამ მაშინ უნდა იყოს ალტერნატივა უნდა არსებობდეს ხელშესაღები ალტერნატივა მაგრამ აღიარებდა ეს დაგეთახმე არა ყავს ლიდერები დათო რეალურად დღეს ჩვენ აი ენერგიული ლიდერები არაჩანან რა ენერგია გამოდის ეკრანიდან ისეთი რომ დავიბუსტე და რანაირად იგივე ორკინაში აი დავთავრდება ეს აჩვენების არჩევნებს ლიდერის დაბადებას ელოდება არჩევნების როგორ რაღაცა იცი რომ სალამ გარანტიას არ მივიღებთ რომ აღარ გააყალბებენ გააყალბებს ანარამერე აი ხა ეს არის მარაზი რა თუ გინდა მეგობრებო მარაზის აღწერა არის ეს გავაჩეროთ მარაზმი ასევე ვალერი მარაზმის განყოფილებას დღეს მოვჩებთ იმით რომ გავუშვებთ ვალერი გელბახიანს რა ხალხს პური დასანახაობა მოსწონს პური დასანახაობა ორს იქნება უბრალოდ იქადრო არ უნდა იქადრო დემოკრატიას შეეფერება ქართულ ხალხს ინტერესებს შეეფერება ამის მიზან შეწონილობის საკითხი ამ ქვეყანაში კაიხანი არ იქნება ბატონო მოვა ხალხს ამ ანალოგიურ ახალ სისულელებს გააკეთებს უნდა მოუყვიდე შენ უნდა მოყვიდე ვალერი ჩვენი შეცდომა რა იყო იცი აი მაშინ 13 წლის წინ ვაცალოთ იყო ესეთი ლოზუნგი თორე რუარეცლიათ გესმის ყველა ხელისუფლება მოდის ვაცალოთ კაიგე რუარეცლია აკუბარდიას თეო ამბავი ატყებოდა კი ბატონო გია ბუღაძეც ხო მე ვერ ვამთავრებ მარაზმს ჯერჯერობით გია ბუღაძე რიტუა მომეცით თოლვით არამედ მე არ მიიღო ვიღაცა მაგრამ რიტუა არა ბაგრატე ვინდა ერთიანი ძლიერი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რომელსაც შეგნებული ექნება რომ არის ყველას რომ ეს არ არის ქოცის ნაცის რუსის ეს არის ყველას და ყველას ადგილი ყველასთვის იქნება ოფორი შენ ვინ გეკითხება ერთსავე გავაჩეროთ ამ ნახევარ-ქათამას ვინ ეკითხება რა შუაში არის ტიპი დადის 25 დეკემბერს აღნიშნავენ შობას დადიან მამარუსუდანთან და იმ დამბლდორთან დადიან სხვა კონფესიების ეკლესიებში და ლოცულობენ ლიჟბი მართლმადიდებლურ ტაძარში არ შევიდნენ და სულს მიყიდიან ეშმაკს კათოლიკური არის მაგარი კულ და სვეჟი ამბავი და ამას ვინ ეკითხება კაცო მართლმადიდებლები თვითონ ხო ნახე პატრიარქის პანაშვიდებზე რამდენი ხალხი შენ ვინ გეკითხება კაცო გაჩერდი რა ხო ნახე რომ 20 ვაფშე რა შუაში ხარ იყო 20 ხმა მორჩა რა გაჩერდი მიდი რა ერთი ზარტონი ნახე კოჭი გაარბაერება მაგ საქმეში ვინმე გიჟებიც კი არ ამბობენ ყველაფერს რო აბრალებენ ჩვენ გვაბრალებენ იმას რომ ბუღაძე ამბობს რომ პატრიარქი უნდა იყოს ქართველი და აქ ეხლა რაც გავუშვით ამ მონაკოში არის ამ გავაჩერეთ დროზე ადრე ხო ანუ შესაბამისად გულისხმობს რომ ეხლა არ იყო ქართული ამბობს რომ ეს არ არის ქართული ან მანამდე უდიდესი არ იყო ქართული აბა სადაური გამოდეს ხო და ვერ გავიგე სადაური ამათი რუსი რა თქმა უნდა ეგზაქტ მეთქი არა ხო არ ქონდა იცი ირლანდიელი ან რაღაც აჰა გასაგები ეროვნებას კი არ იძახის მენტალური მენტალურ პრო ძალიან დიდი ხანია ჩვენ თქვენ ის ნახეთ კაცო მამა ბოროტეს ხსენებაზე მამა ბოროტე ნათლობაზე რა გააძრო არ არის აუცილებელია თუ რა თქვა ვაფშე არ ნიშნულობა რა აქვს ხო მაგას ახალი ნათლობა გინ ყოფილა გინდა რაო მართლა არაფერს იწმინდა ნათლობას არ გააჩნიაო ანუ ამ საიდუმლოს ეკლესიას არ ვიცი რაღაც ახალი თეოლოგიური ტიპმა ჯერის თქო მონათლო მეზარებოდაო და მეთქი რა მაინც გაჩერდებოდა და ვაფშე არ ნათლობაო საჭიროა ჩვეულებრივია ხო აი 16 წლიზე იმორო იწყებს ხო იცი რომ
ემობავში აუ რა წყალი ვერ ხედავ აბა ნაკურთხი აბა მოდი აბა მანახე რომ ნაკურთხია ასანცირებენ აბა ჭრილობაზე რომ დავისხა შემიყორწებს ასაცხლი არ გადმოდის ჩაწყობილია და ხო ასაც იყენებენ ასე ვთქვათ მაიმუნები თვითონ ეზე ამბობენ რომ ასაც იყენებენ წმინდა ცეცხლის განმოსვლის დროს და აბა მაშინ დაგვიმტკიცო რომ სასწაულია ეს წმინდა ცეცხლი კარგი თორნიკე რაზმაძე კაი აი ნახე გავხდით ყვავილები ჩვენ არ ყავს უბრალოდ ძლიერი პოლიტიკური ძალები ხო ოპოზიციაში და აი მე მაგალითად ზოგადადაც კოალიციური გამომდინარე რომ არ ვიღოთ ახლა სააკაშვილს რამდენად შეუძლია ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მოსვლა აი ეგ არის მეორე საკითხი რომელიმეს აქედან აი ამ პოლიტიკურ ძალებს პლუს ამათ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია ხოცების პროპაგანდა და თუ გავიხსენებთ რაზე დგას ხოცების პროპაგანდის ბევრი ხაზი აქვს, თუმცა აი თავარი ხაზი და ძირითადი ღერძი რითიც პირველ რიგში საკუთარ მხარდამჭერებს ელაპარაკებიან, ან პოტენციურ მხარდამჭერებს არის ის, რომ ჩვენ თუ არა, ჩვენ თუ წავედით მოიმიშა. ის ეს თავარი. მაგრამ ნახეთ, მოდი ესე შევხედოთ. სააკაშვილი იქიდან ამბობს, ახლა მე რასაც ვადევნე თვალყურს, რომ მე დაგიშალეთო, რომ ვინმე რამე გააკეთეთო. აი გააკეთეთო თქვენцо. გადით მოიპოვეთ მხარდამჭერ. მეორე საკითხია, რომ ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერა შემცირდა ამ ბოლო წლებში და ბოლო არჩევნებზე მართლაც ყველაზე ცუდი დავეთანხმები სააკაშვილს იმაში რომ ნამდვილად მას არ დაუშლია არავისთვის, ოღონდ აკეთებდა რომ არც მის არ დაუშლია არავის. აი გეყოფა ხა. ანუ მოის ბოლო არჩევნები ახლა თან აღიარა? თბილისში არ შეიძლება ამდენი სიგიჟის მოსმენა. არჩევნები შედეგი ანუ აღიარა. კარგი და ხაბარასკევია. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ გიყურეთ, ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ ხვალ უკვე გვიგიან. არა, ხვალ ჩვეულებრივად. ხვალ ჩვეულებრივად. ხვალ ჩვეულებრივად. ოფისში. კარგი ამერია, უჩაბათი მეგობრებო.